დილამშვიდობის ვაგრძელებთ სამშაბათის დილის პალიტრას და როგორც დავანონსეთ გაცემის დასაწყისში ჩვენ გვექნება დღეს მეტად ჯანსაღი გადაცემა, რადგანაც გვაქვს მკურნალის რუბრიკის დრო და რამდენიმე წამში შემოგვიერთდება გულუ ქარმელი, ამიტომ არ გადართოთ. რუბრიკის სპონსორია კატარაქტისა და ლაზერული კორექციის ცენტრი ახალი მზერა. ახალი მზერა. ჩვენ აღგიდგენთ მხედველობას. მაშასე ვიწყებთ მკურნალის რუბრიკას, მივესალმები გულუ გარმელიას და მის სტუმარს ბატონ გუგა ქაშიბაძეს კიდევ ერთხელ დილამშვიდობის. დილამშვიდობის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან მიხარია რომ დადგა სამშაბათი დღე, მართლაც უფრო ისეთი ხალისიანად მიყვავს ეს რუბრიკა, სამედიცინო რუბრიკა, იმიტომ რომ თქვენთან ერთად ვარ და ვისაუბრებთ უსაფრთხოებაზე, საყოფაცხოვრებო დამწრობაზე და გუგა ქაშიბაძე დამწრობის ცენტრის ხელმძღვანელი პლასტიკური ქირურგი არის დღეს ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო გუგა. მოგესალმებით. მადლობა რომ დილიდან ხართ ჩვენთან ერთად და თქვენთან ერთად ბევრჯერ გვისაუბრია იგივე ახალი წლის უსაფრთხოებაზე, ახალ წელს ვიცით, ზაფხულს და როც აღარ გულისხმობთ, იმიტომ რომ მუდმივად ყოველ წელს გვაქვს ეს. კი, ბატონო, იცი ჩვენმა მაყურებელმა და ფიქრობ, რომ ყველაზე საჭიროებო საკითხი არის, იმიტომ რომ მაინც ყოველდღიურობაში ხშირად ხდება ესეთი ნიუანსები და რამდენად ხშირი არის ბატონო გუგა მომართვიანობა და უფრო ალბათ დიასახლისების მხრიდან და აი თქვენ ეთერში შემოსვლამდე ახსენეთ თაკოც განახებდა თავის პატარა დამწრობას და ხშირად მზარეულები სამბავია თუ ტაფის მაგრამ სავიცნე დამწრობა უკვე ხო ისე ახლა უკვე მალე გაივლის. დიდი მადლობა მოწვევისათვის. პრინციპში ამ თემაზე საუბრით მე არ დავიღლები, იმიტომ რომ ყოველთვის ჯობია გავაფრთხილოთ ჩვენ მოსახლეობა, ის ნიუანსები გავასწოროთ, თითქოს შეიძლება თქვა ხშირად დამწრობა მიიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს შეფასება, რა გარემოში ვართ და ის საფრთხეები გავითვალისწინოთ, რაც შეიძლება თქვა დაგვემართოს. საყოფაცხოვრებო ტრავმებიდან განსაკუთრებით ხშირად იწვევიან პატარა ბავშვები, ეს 3 წლამდე ბავშვები, ძირითადი დაზიანება დამწრობის მხრივ, ეს არის ცხელი სითხეები, ყავის ჩაის ნახალში, ასევე ცხელი სადილი, ასე რომ ვთქვათ, განსაკუთრებულად ეს საფრთხეა ბავშვისთვის. ბავშვი, რომელსაც ვთქვათ, რასაც გუშინ და დღეს არ აკეთებდა, ხვალ იმას აკეთებს. თუ ვთქვათ, გუშინ ქვედა უჯრას აღებდა, ის ხვალ აუცილებლად ზედა უჯრას გამოაღებს და აი თვალსა და ხელშუა ისეთი საქციელი შეიძლება ჩაიდოს, რომელსაც ვთქვათ, არ ელოდები. ჭოჭინით მოსიარულე ბავშვის ვთქვათ, ელექტრომაღლდუღაროს ოჯახიან ჩვეულებრივად იმის ჩამოქაჩვა და გადასხმა ნიშნავს იმას, რომ ამასაკის ბავშვი აუცილებლად ჩვენთან რეანიმაციაში მოხდება და ეს საკმაოდ სერიოზული დაზიანება. ამიტომ სტატისტიკას თუ შევხედავთ, აი სტატისტიკურად რა მაჩვენებელი გვაქვს ამ საყოფაცხოვრებო დამწრობების კუთხით. ძირითადად 3 წლამდე ბავშვები იწვევიან, დაახლოებით 80% მიზეზი ბავშვთა დამწრობის არის საყოფაცხოვრებო დამწრობა. მოზრდილები უფრო ხშირად ვთქვათ გაზის აალებით, სხვა ადვილად აალებადი სითხეებით, ბენზინით, ნავთის ხანძრით შედეგად მიღებული დაზიანებებით. თუმცა რა თქმა უნდა, სადილის შეიძლება მოზრდილსაც გადაისხეს. საერთოდ ყველაზე სახიფათო ადგილი ჩვენ სახლში არის სამზარეულო. ყველას გონია რომ ყველაზე დაცული ადგილია, მაგრამ ძალიან ბევრი ელექტროობა გადის, გაზი გვაქვს. ცხელის საგნები, ჭრელი და მასრის საგნები, სხვა სიმძიმეები, ასე რომ ვთქვათ, 100 თვალი და 100 ყური განსაკუთრებით პატარა ბავშვების მშობლებს. ხოთა შორის ახლა რა გამახსენდა, ძალიან ბევრჯერ გავიგე, ორთქლის უთოცი დამწრობაც, ესეც ხშირია, ხო? და ძალიან მტკივნეულია და იმდენხანს ქონდა ნაწიბური ჩემს მეგობარს, აი მახსოვს, რომ ესეც მგონი ძალიან გახშირებულია, როგორც კომფორტული არის ორთქლის უთო, ასევე საერთოდ ცხელი საგნები იწვევს დამწრობას. იგი თითქმის ყველა ცხელმა საგნმა შეიძლება საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიუღოს. ხა ზამთარი დგება და ასევე განსაკუთრებულად მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა იმ მხრივ, რომ ეგრეთ წოდებული გამათბობლები, არ ვიცი როგორ შეიძლება თქვა, აი კარმის ტიპის გამათბობლები, რომელსაც თქვა ძალიან ხურდება, მას აქვს დამცავი ეკრანი. რატომღაც შემოვიდა ესეთ ვთქვათ, ვიღაცა მოიფიქრა, რომ ეს ეკრანი მოხსნას. უფრო მეტად ათბობს თითქოს აი თვითონ ღუმელი, რაც უფრო ცხელდება, შთაბეჭდილება ისეთი, რომ სახლში უფრო თბილა.
ბუნებრივი ესე არა, დამცავი ეკრანი ჭირდება მისთვის, რომ დაიცვას. პატარა ბავშვის, ვთქვათ, ხელის მოკიდება ამაზე, ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, ეწეპება ეს და საკმაოდ სერიოზულ ღრმა დაზიანებას იწვევს. კი, ახლა ძალიან ისეთი ამ დილის ინფორმაცია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წუთას დამწრობის ონჩი ორი ბავშვი გვიწევს ესეთი დაზიანებით, რომელთაც საკმაოდ სერიოზული რეკონსტრუქციული ოპერაციები დაჭირდება. ფუნქციის შენარჩუნების მიზნით. ამიტომ ამ დამცავის მოხსნა, ხო, ნუ ბუნებრივია არაფერს არ შეიძლება. ეს ღუმელი არის სპეციალური ლითონისგან დამზადებული, რომ მაღალ ტემპერატურას სწორედ ამიტომ პრევენციის ყველა ზომას უნდა მივმართოთ, თავი დავიცვათ ნებისმიერი საფრთხისგან და პირველ რიგში აუცილებელი და საუკეთესო პრევენციის მექანიზმი არის ყურადღება და ყურადღებით თუ კი ვიქნებით, თქვენს ნაკლები პაციენტი გეყოლებათ ამ შემთხვევაში. მეტად რომ არ დავამძიმოთ დილის ეთერი და ცოტა შევამსუბუქოთ, საინტერესო იქნება თქვენგან კომენტარი ამასთან დაკავშირებით, თუ როგორია იყო ყველაზე ისეთი უცნაური დამწრობა ან შეიძლება სახალისო არ ითქმის ამ თემაზე ბუნებრივია, მაგრამ აი მოულოდნელი უცნაური აი რაც შეიძლება სადმე სხვაგან არ გსმენია და მხოლოდ თქვენ იცით ახლა ან ძალიან მცირე რაოდენობა. ის შეიძლება რომ დავიწყოთ ისე. ხო, ახალ მაგალითად პაციენტი, რომელსაც ცხელი გადაისხვა მტევანზე და გადიოდა ჩვენთან მკურნალობას და ის შეხული პინტებზე მოეკიდა ცეცხლი და თავიდან დაიწვა. თავიდან მიიღო დამწრობა, აი ძალიან იშვიათია ხა ის იმის ვერც ვიხსენებთ, ვერც საკითხული მაქვს, მაგრამ ესეც ხდება ხოლმე. მე რესვანებზე ანეკდოტები იცი. ეგ მიყვარს ხოლმე. მანი ხო არ იყო. თავი არ გასავდეს, ნორა. თუ გადავრჩით მეორეჯერაც სერიოზული დაზიანება არ იყო, მარტო ვთქვათ ეს ნახვევი ქონდა, ესეთი შელახული და დამწვარი, მაგრამ თვითონ მახსოვს ჩვენი სახეები მიმღებს როცა ვთქვათ გადახოვას მოვიდა და თავწარი ბინდებით ესეც ხდება. ბატონო, კაი, ყველაზე პეტოს თაკო. აი ალბათ აი ამ ყველაფერზე რომ ვლაპარაკოთ, მით უმეტეს ვისაც მცირეწლოვანი შვილები ყავთ, საინტერესო, აი პირველი და ზოგადად მცირეწლოვანსაც რო თავი დავანებოთ, აი ესეთ დროს უცებ ხო ვერ მივდივართ ექიმთან, აი თუნდაც ის ბავშვები, რომლებიც ახსენეთ ესეთი მძიმე დამწრობით არიან, რა არის აი ეს პირველადი დახმარება, რაც მე გამიგია რომ პირველ რიგში არაფერი არ უნდა წავისვათ, ცივი წყალი, ზოგი რაღაცა სპრეები, ზოგი ზეცის ხავს პირდაპირ, აი საინტერესო რა უნდა გავაკეთოთ, ხო? არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ ძალიან ხშირად გამომიყენებია კარაქი ასეთ დროს, აი მომენტალური დამწრობისას და მე პირადად მშველის, მაგრამ მედიცინის თვალსაზრისით რამდენად სწორი და მართებულია. მედიცინის თვალსაზრისით ჯობია რა თქმა უნდა გამდინარე ცივი წყალი, რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჯობია შეუშლოთ, იმიტომ რომ ტემპერატურის ზემოქმედება რამდენიმე ხანში გრძელდება, ასევე თქვათ ის პროცესები, რაც თქვათ დამწრობას ანახლავს, ჯობია გაგრძელდეს ოთახის ტემპერატურის წყალი, თქო, ამას აქ თქვათ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ყოფილა შემთხვევები, რომ თქვათ, ალბათ ნახევარ საათი, 1 საათი, ეს რა თქმა უნდა არ არის რეკომენდირებული, იგულისხმება რამდენიმე წუთი, 5-7 წუთი, თქვათ, მაქსიმუმ. ამას აქ რეალური ეფექტი. სხვა დანარჩენი ხა ვერ გეტყვით ვერაფერს მას არ სამკურნალო და დადასტურებული არაფერი არ არის. იყენებენ როგორც თქვენ კარაქს, ზეთს, მქონია შემთხვევები რომ მანქანიზდეციც გამოუყენებიათ, იმიტომ რომ ხელოსნები დაიწვენ ვთქვათ და ზეთი და მანქანიზდეციც კი დაუსხიათ. ამიტომ რეალური საშუალება ეს არის გამდინარე ცივი წყალი. პირველ რიგში ბოდიში დავამთავრებ, პირველ რიგში ვთქვათ დამწვარი ქსოვილიდან ტანსაცმლის მოცილება და იმ წამსვე გამდინარე ცივი წყალი. აი, ასეთი საშუალებების გამოყენება დამატებითი ინფექციების რისკს რამდენად ზრდის? იცით არასწორად ჩატარებულ პირველადი დახმარებას ჯობია არ ჩაუტაროთ პირველადი დახმარება. არის საშუალებები, რომლებიც თქვათ ამძიმებს მდგომარეობას. ეს არის საჭმელის სოდის დაყარა დამწრობაზე. კი. ეს არაფრით არ შეიძლება და პირიქით ქიმიურ დამწრობას იწვევს. ასევე ეხლა შედარებით ნაკლებია, მაგრამ კალიუმის პერმანგანტის ხვნილი, ეს არის ეგრეთ წოდებული მარგანცოლკის ხსნარი. იმასაც ძალიან სპეციფიურია, თუ თქვათ კარგად არ გაიხსნა ეს კრისტალები ასევე სერიოზულ ქიმიურ დამწრობას იწვევს და ასე შემდეგ. ასე რომ ჯობია თქვათ რა თქმა უნდა ტანსაცმლი სწრაფად გახდა, გამდინარე ცივი წყალი და ანტიბაქტერიული მალამო, რომელიც თქვათ შეგვიძლია ვიხმაროთ.
ბატონო გუგა, თქვენ ახსენეთ ქიმიური დამწრობა და ამ სიტყვაში თანხმებას გვერდს ვერაუდით, ბუნებრივია, ცხელ საგნებზე ვისაუბრეთ და ამ კუთხით არსებულ საფრთხეზე. განსაკუთრებით ქიმიური საშუალებები გამოიყენება სააბაზანოში, იგივე უნიტაზის თუ სხვა საგნების საწმენდად. სამზარეულოში კი, მაგრამ აი აბაზანა მაინც როგორი ძლიერია მაინც ითვლება დახურვის სივრცეთ, როგორც წესი დიდი ფანჯრები არ გვაქვს აბაზანაში და ნუ აი გავანიაბოთ და თან ისე გაიწმინდოს იქაურობა, ესე არ ხდება ხოლმე. მაინც ერთად აკუმულირდება ეს აირები ამ ქიმიური საშუალებებიდან. პირველ რიგში რა პრევენციის ზომებს უნდა მივმართოთ ასე დროს, როდესაც აბაზანას ვალაგებთ ან სამზარეულოს და მეორე თუ კი მივიღეთ რაიმე სახის ქიმიური დამწრობა განსაკუთრებით სასუნთქ გზებს შეეხება ალბათ ეს რას უნდა მივმართოთ და როგორ უნდა რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის რომ სავალო შედეგი არ გქონდეს. ვისაც პატარა ბავშვები ყავს ეს ქიმიური აქტიური ნივთიერებები უნდა იყოს დაცული და ეს არ უნდა იყოს ბავშვის დაცვის ხელმისაწვდომი რაღაც გარკვეული კუთხე უნდა ქონდეს ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ისეთი შეფუთვა აქვს, რომ ძალიან მიმზიდველია, შეიძლება ვთქვათ. სხვათვის არის ბევრ შეფუთვაზე შემიმჩნევია კიდევაც, რომ აი ბავშვის პირში ჩადების მცდელობა, აი მსგავსი ფოტოებით ხატი. შეიძლება იხვი ეხატოს, შეიძლება არ ვიცი ბატი ეხატოს, ყოველთვის ეს არის ბავშვისათვის მიმზიდველი და ძალიან რთულია იმის ახსნა, დასაწყისში განსაკუთრებით ბავშვი პატარა, ვთქვათ, ეს ამის ვთქვათ კონტაქტი არ შეიძლება. ძირითადად ეს სითხეები ისეთ აქტიურ ქიმიურ დამწრობას არ იწვევს, რომ თქვათ სტაციონარი დაჭირდეს და ძალიან ღრმა დაზიანება. თუმცა არის რაღაც გარკვეული საშუალებები, განსაკუთრებით ეს არის ეგრეთ წოდებული სანტექნიკის მილების საწმენდები, რომლებიც თქვათ ძალიან აქტიურია და საკმაოდ სერიოზულ დაზიანებას თქვათ არა მხოლოდ მე მქონია შემთხვევა, როდესაც მათეთრებელ სარეცხის მათეთრებელ საშუალებასაც კი დაუწევს ჩვენთვის ხელები, ну ეს რა თქმა უნდა. ამასაც ყველაზე კარგი წესი არის თქვათ ინსტრუქციის თქვათ ასვლა აუცილებლად ერთჯერადი ხელთათმანების მრავალჯერადი ხელთათმანების გამოყენება, ბუნებრივია ვთქვათ ეგრეთ წოდებული სანიტარული დალაგების დროს ბავშვები ჯობია ეს ახლოს არ იყვნენ და ვთქვათ და ასე შემდეგ. თუმცა მაინც გვაქვს ხოლმე საკმაოდ სერიოზული ქიმიური დამწრობის შემთხვევები. პირველი დახმარება ეს არის კანის დაზიანების დროს გამდინარე წყალი ასევე უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. და ჯობია რა თქმა უნდა ექიმთან ვიზიტი, რათა არ შეფასება მოხდეს და ქიმიურ დამწრობას თავიდან არა საგანგაშო მდგომარეობა ისეთ შეფერილობა არ აქვს ხოლმე. ბატონო, საინტერესოა აი ზაფხულში ხოლმე ძირითადად რა თქმა უნდა ბზის დამწრობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ აი ზამთრის პერიოდში რადგან ვეღარ ვიროჯებით ბუნებრივ მზეზე ძალიან აქტიურად შემოდის უკვე სოლარიუმი, ხო? ჩვენ ცხოვრებაში ის ვინც დაუშვათ პირველად მიდის ზოგი, ნუ ახალი წლისთვის ემზადება ამ პერიოდში დაუშვათ, შეიძლება უფრო გაზაფხულისთვისკენ უკვე ბანკეტებისთვის და ნუ ბევრმა შეიძლება არც იყოს გამოცვლილი ნათურები ზოგი შეიძლება წელს პირველად იწყებდეს. მე ნუ გადავეჩვენა ახალი გამოცვლილი იყოს და ახალი გამოცვლილი მეტად პირიქით და რამდენად ხშირი არის აი სოლარიუმის დამწრობები და ზოგადად აი ესეთი დამწრობები განსხვავდება თუ არა მზის დამწრობებისგან სირთულის მიხედვით? დიდად არ განსხვავდება, ერთ-ერთი შედარებით იშვიათია სოლარიუმში მიღებული დაზიანება. ასე თუ ისე გარკვეული გრაფიკი არის დაცული, თუმცა რა თქმა უნდა გვაქვს ესეთი შემთხვევები. მე ვერაფერს ვერ გეტყვით თვითონ ესეთი სერვისის მიღებაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყანაში არის საერთოდ აკრძალული და ძალიან ბევრი ქვეყანაში თქვათ ასაკობრივი ზღვარი არის კიდე საკმაოდ ისეთი მკაცრი. ნებისმიერი რუჯი და ჩვენი კანის ესე თქვათ შეფერილობის შეცვლა არის სტრესი ორგანიზმისთვის და სასარგებლოს არაფერი არ არის. ანუ ის გარკვეულად მითია, რომ ეს ყველაფერი ესმის რომ D ვიტამინზე ძალიან ბევრ რაღაცას აბრალებენ, მაგრამ საქართველოს ისეთ გეოგრაფიულ არეალშია, რომ თქვათ D ვიტამინს ისედაც გამოიმუშავებს, ისედაც მზეზე გვიწევს მაინც ასე თუ ისე ყოფნა. ასე რომ თქვათ რა ვიცი, ქონია ეგეთ შემთხვევების მაგალითად დაუჯინიათ, რომ უფრო მეტად უნდა ყოფილიყო რაღაც განკურული თარიღისთვის მიუღიათ ეს რუჯი. ქონია შემთხვევები, რომ სიძეც დამწვარა ქორწილის წინ. მაგრამ რა ვიცი, ამის მომხრები უფრო არ ყოველთვის ეგ მომწონს, რომ ნუ ეხა მე რაც მქონია გამოცდილება ძალიან აკრძალული არის და აკონტროლებენ თვითონ ვინც ანუ გიშვებს კაბინაში, რომ ამას მეტი დრო არ შეიძლება, მაგრამ როცა ძალიან თეთრი ხარ, ის 10 წუთის და 8 წუთი ძალიან წვავს უკვე.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო. მადლობა თქვენ ბატონო. სტუმრობისთვის გუგა ქაშიბაძე, დამწრობის ცენტრის ხელმძღვანელი და პლასტიკური ქირურგი იყო დღეს ჩვენთან ერთად და ნამდვილად ძალიან საინტერესო რჩევები მივიღეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი არის აი წამის და მომენტის ამბავი და მაქსიმალურად მით უმეტეს ბავშვებს უნდა გაუფრთხილდეთ. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა. ჯანმრთელობას გისურვებთ. ასევე. მადლობა. და ამით შეიძლება ითქვას, რომ კურნალის რუბრიკა დღეს დასრულებული, ახლა მცირე სარეკლამო პაუზა იქნება, რომლის შემდეგაც უკვე დილის პალიტრას დავიმშვიდობებით ჩვენს მაყურებელს. ახალი მზერა, ახალი მზერა. ჩვენ აღგიდგენთ